გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გავუძღვები მე დავით ახვლედიანი. Ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო მიხეილ, პირველი კითხვა თქვენთან იქნება, როგორც ვხედავთ, გახარიას პარტია აპირებს შევიდეს პარლამენტში. სხვადასხვა აზრი უკვე გამოითქვა, როგორც მართველი გუნდის მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ეს ოპოზიცია ამბობს, რომ მათ უღალატეს პრინციპს და შედიან პარლამენტში. ჩვენ გვახსოვს ასევე, როდესაც დაიწყო გახარიას პერსონის ირგვლივ ეს მსჯელობა თუ რა კუთხით აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვას, ყველას კარგად ახსოვს თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც მან გუნდს უღალატა, აქ იგულისხმება ქართული ოცნება, მას გარეწარიც კი უწოდა. ერთია რომ შედის ეს 12 კაცი პარლამენტში, ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტი იმ ადამიანებში, ვინც გლობალისტების და ლიბერალების მხარეს იყო და არ ეთანხმებოდა მის ლეგიტიმურობას, ახლა ისინიც უკვე ფაქტის წინაშე დადგებიან და ეს პარლამენტი თუნდაც მათი გაგებით წესით უნდა გახდეს ლეგიტიმური. ეს ერთი მომენტი, მაგრამ არის კიდე მეორე საკითხი, წიფთება თუ არა კრიზისი მართველ გუნდში, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი რიგი პოლიტოლოგები, მათ შორის მედასავლეთე პოლიტოლოგები უკვე ამბობენ იმას, რომ თუ კი ღარიბაშვილი და ლილუაშვილი გამართლდებიან, ყველასათვის ცნობილია რა ინკრიმინირება ხდება რა საკითხთან დაკავშირებით მათ მიმართ, ვიცით რომ ჩატარდა ჩხრეკები მათ საცხოვრებელ სახლებში, ამ შემთხვევაში კობახიძე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. თუ კი ისინი გამართლდებიან. ანუ აი ასეთი არის დღევანდელ დღეს ქართული პოლიტიკის მოცემულობა. თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით, რა მოლოდინები უნდა გქონდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მოდი დავიწყოთ გახარიას არა მარტო პარლამენტში, არამედ თვითმმართველობის ორგანოებში, სადაც არჩეული იყო მისი პარტია, ყველგან შედის ეს პარტია და გახარიამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო თავის პარტიის ის ლიდერები, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილები, თვითონ გაემგზავრა გერმანიაში და იქიდან, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს პარტიას. და ეს ხალხი აღმოჩნდა უხერხემლო მდგომარეობაში, როდესაც ვერც იმას ამბობენ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ვერც იმას ამბობენ, რომ ლეგიტიმურია, ვერც ამბობენ, რატო შედიან. ანუ პრაქტიკულად კრიზისი პარლამენტში გადააქვს აი ამ ნაბიჯით, ოღონდ თავის ვთქვათ, არასასარგებლოდ. ამ შემთხვევაში გახარიას პარტიაზე მაქვს საუბარი, ერთი უბრალო მიზეზის გამო. საერთოდ რა ჭორებით ვრცელდება საქართველოში და რა ხმებიც არის, რომ გახარია თამაშობდა იმ თამაშს და ის იყო, ასე ვთქვათ, უღალატა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, ამ ეტაპზე ნებს თუ უნებლიეთ გამართლა. ანუ გახარია აღმოჩნდა პარტიის ლიდერი, რომელმაც უღალატა ოპოზიციას და მერე ერთწლიანი ყოყმანის წვალების წამების შემდეგ რომელიღაც მე-12 არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ პიროვნულად, ერთი მე-12-მ ჩასხდა, მეორე მეგონი მესამე მე-12-ია, რომლებიც შეიძლება საერთოდ ვერ წარმოედგინათ თავის ცხოვრებაში, რომ პარლამენტში მოხვდებოდნენ. მე არ ვამბობ, რომ უღირსი ხალხია, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, მაგრამ მათი პარლამენტში მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ისინი რომ შესულიყვნენ დაუშვათ პირველივე ერთი წლის წინ. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად არის მიწასთან გასწორებული. ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ქართული ოცნების ეს ნომერ მესამე პრემიერი იყო, მე მგონი ბატონი ბიძინა იყო, მერე ბატონი ღარიბაშვილი, მერე ბატონი ვინც არის მოკლედ გახარია, ხო? და კრიზისი არსებობს, რა თქმა უნდა, კრიზისი არსებობს და ის რომ პოლიტიკურ პარტიები ვერ ასრულებენ თავის დანაპირებებს, ვერ მიყავთ ბოლომდე თავის გადაწყვეტილებები, ეს უკვე ზოგადად პოლიტიკური კრიზისია. ეხლა რაც შეეხება თქვენ მეორე კითხვა დასვით, გაიჟღერა კითხვაში, რომ თუ არ დადასტურდა ბატონი ლილუაშვილის და ბატონი ღარიბაშვილის ეს თქვა ბრალდება და რა თქმა უნდა კიდე მესამე პიროვნებაცაა ბატონი ფარცხალაძე, რომელსაც ერთი ბრალდება წაყენებული ქონდა და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ და იქ
ასე ვთქვათ, აღმსრულებელი, ვინც მოკლა ის ცხონებული ღმერთმა ასწავლოს ის აღმოჩნდა, რომ ის თავის პირადი ანგარიში ქონდა და ჩამოიშალა ის ვერსია, ხო? ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ახლა აგორდა მეორე. ანუ კაცი მე ამდენიმე წელია უკვე 7-8 წელია უფრო მეტი ჩამოშორებულია ხელისუფლებას 10 წელიწადზე მეტია და დღეს რაღაც კორუფციულ ანუ ამას დაუბრუნდებით ჩვენ. ახლა რაც შეეხება ამ ორ ბატონს, რომელზეც თქვენ მკითხეთ, ხო? აქ არის ესეთი რამ ძალიან სერიოზული ბრალდება უნდა იყოს წარდგენილი, იმიტომ რომ მოსახლეობაში გაყოფილი არის და მათ შორის მართლ გუნდში გაიყო აზრი იმასთან დაკავშირებით დამნაშავე არის თუ არა ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი, რომელმაც მე არაერთხელ დავწერე, რომელმაც თავის თავზე, ასე ვთქვათ, დიდი დარტყმა მიიღო Deep State-ის შემოტევის ომში არ ჩართვაზე ეს ერთი, მეორე, საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და ქრისტიანულად იმუშავა პანდემიის დროს და ჩვენ გვახსოვს საქართველოში საქართველოს ერთ-ერთი ეკლესია იყო, სადაც წერილოცვა არ შეწყდა და ეს ხელისუფლების დამსახურებაც იყო მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად. და მესამე ის რომ იგი აი ამ ომში მთავარია ომში ჩართვის ყველა დიდი წინააღმდეგი იყო და მესამე აუცილებლად უნდა აღვნიშნო სწორედ მისი პრემიერობის დროს ჩვენი ორგანიზაციის ჯერ კიდე პარტია არ ვიყავით და არასამთავრობოს ბატონი მერაბი ხელმძღვანელი და ჭიქაშვილი ჩვენ მოვახერხეთ ის რომ ჩვენი დელეგაციის რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მოხდა ფრენების აღდგენა და გაუქმება სავიზო რეჟიმს. ანუ აქედან გამომდინარე ამ ადამიანს აქვს თავისი ბევრი დამსახურება და იმასაც ამბობს ხალხი, მე მინდა ხო თუ გვისმენს ხელისუფლების წარმომადგენელი, მე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ გაყოფილი არის და არ არის გაყოფილი ისე, რომ აი 80% იყოს წინააღმდეგი ღარიბაშვილის, არა, შეიძლება 60-40-ზე იყოს ღარიბაშვილის სასარგებლოდ. მე ვამბობ განწყობას, ახლა შეიძლება იმას ეწყინოს, შეიძლება იმას გაუხარდეს, მაგრამ განწყობა ამ მომენტისაც ასეთია და რაც შეეხება კიდევ ერთხელ მესამე ადამიანს, რომელიც ოჯახში ჩატარდა ჭხრეკა ბატონი ფარცხალაძის, იქ საერთოდ გაუგებარია რატო მოხდა ამ თემასთან მისი დაკავშირება. იქ სულ სხვა რამეზე იყო ლაპარაკი, მე გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში პირველზე იქ რაღაც ცემაზე იყო ლაპარაკი. ანუ ხდება საქმის რამდენი ერთი ადამიანის მიმართ შეიძლება რამდენიმე საქმე პარალელურად წაიყვანო და ეს ბადებს კითხვებს, ეს ბადებს აჩენს ეჭვს, რომ აი ეს საქმე, რომელიც ახლა თქვენ ბრძანეთ, შეიძლება არ იყოს იმ დონეზე დადასტურებული და თუ ეს არ იქნა აი რკინა ბეტონის მტკიცებულებები ბატონ ღარიბაშვილზე და ლილუაშვილზე, მაშინ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები დაიბადება და ნუ მე ძალიან სამწუხარო პროცესები დაიწყება ქართულ ოცნებაში, რომლის მიმართაც მოსახლეობის განწყობა გამომდინარე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან არ არის ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ პირველი დღიდან მისი მომხრეები თუ მე ვინც შეემატა მათგან ითხოვდნენ ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვას. აქ კიდე ერთი მომენტია, რომელიც ახლა უნდა აიგზავნოს ეს პარტია და ეს ყველაფერი კრებსითად რო ავიღოთ, უახლოეს ერთ თვეში ჩვენ მოგცემს სურათს, რა მდგომარეობა იქნება მართლ პარტიაში და გახარიას შესვლა კიდე ერთხელ ადასტურებს ქართული პოლიტიკის, არ მინდა მძიმე სიტყვა ვთქვა, უზნეობას. კი ბატონო. ბატონ თემო, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ბატონ მიხეილი საუბრობდა ამ ნიუანსებზე, რაც ჩვენ ხედავთ, როგორ იცვლება მოვლენები, მაგრამ გახარიას შესვლა პარლამენტში. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც დაიწყეს ამაზე საუბარი, უნდა შევიდეს თუ არ უნდა შევიდეს, ოპოზიცია როგორ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მასთან იგივე მისი ეს ყოფილი პარტნიორები ხაზარაძე და სხვა ოპოზიციური პარტიები. ახლა კი ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მან საერთო პრინციპს უღალატა. ახლა მე ტყუილად არ ვახსენე ის მომენტი გადაცემის დაწყებისას, თუ რა ეპიტეტით მოიხსენია გახარია თავად ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. აქედან გამომდინარე ჩდება კითხვა მას ქონდა როგორც ჩანს საფუძველი რომ ესე თქვა. თუ კი პარლამენტში შევიდა გახარიას პარტიის შემადგენლობა მიზანმიმართულად იყო წინსწრებად გაკეთებული ასეთი განცხადება, რომ გამოჩნდეს, რომ ქართულ ოცნებას აი ამ პიროვნებასთან მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მთავრობის მეთაურიც თავის დროზე და ამ ქართული ოცნების წიაღიდან იყო ხელმძღვანელი პირი, არავითარი საერთო არ აქვს.
ბატონი ბიძინა არის თავშეკავებული პიროვნება, როცა საუბარი არის ოპონენტებზე და არა ოპონენტებზეც პირად შეურაცხყოფაზე არ გადადისხმდნენ. აკრიტიკებს გასაგებია, მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევა თვითონაც აღნიშნა, რომ ამას ერთ პიროვნებაზე ვიტყვიო ამ სიტყვას. შემოდის ეს პარტია და მე ვლოცავ საქართველოს პარლამენტს ერთი გარეწრით მეტი იქნება პარლამენტში. გარეწრები იქ არიან. საკმაოდ პარლამენტში, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ არ იცვლება ანტიხალხური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. ის პოლიტიკა, რომელიც არის აი ამ კრიზისის მიზეზი. პოლიტიკური კრიზისია, რომელიც საქართველოში გრძელდება უკვე რამდენი ხანია, 12 წელია, 13 წელია და შევიდა საკმაოდ ისეთ კრიტიკულ ფაზაში. რატო ვამბობ მე ამას? ამ პოლიტიკურმა კრიზისმა მიუხედავად იმისა, რომ ოცნებად ჩვენ ხედავთ, რომ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, ეს გარეგნული გამარჯვებაა. ძალიან გაუმართლა ოცნებას ოპოზიციაში. ოპოზიცია ჯერ ერთი ავტორიტეტი დაკარგული აქვს, იმაზე მეტად რაც დაკარგული აქვს თვითონ ქართულ ოცნებას, ბევრად უფრო მეტად. პერსონალიები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას, არ სარგებლობენ საერთოდ ავტორიტეტის საქართველოს მოსახლეობაში. და პლუს ამას ეს არის ოპოზიცია, რომელიც დაქსაქსულია და ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართულ ოცნებას. ეგ ამბობენ, რომ ეს უშიშროების დამსახურებაც არის, ალბათ სუსმაც იმუშავა და ხელი შეუწყო ამ მდგომარეობას, როცა ყველაზე ცუდი ვარიანტი შესთავაზა თავის ამომრჩეველს რადიკალურმა ოპოზიციამ. უმჯობესი იყო ან ერთად მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ან ერთად გამოეცხადებინათ ბოიკოტი. ანუ ერთად ყოფილიყვნენ ან ერთ გადაწყვეტილებაში, ან მეორე გადაწყვეტილებაში. მოხდა რა, რომ ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ბოიკოტი გამოუცხადა და მეორე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ადგილობრივ არჩევნებში ასე ვთქვათ მიიღო პასუხი საქართველოს მოსახლეობისგან. მაგრამ საქართველოს მოსახლეობისგან პასუხი მიიღო ქართულმა ოცნებამ. ქართული ოცნება ეს არის 20%-იანი პარტია. იმაში, რასაც ამბობს რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები, ისინი მართლები არიან და ბევრ ამაში არიან ისინი მართლები. ქართული ოცნების მიმართ. ეს არის 20%-იანი პარტია, რომლის ლეგიტიმურობაში ჩვენ გვეპარება ერჩი. არა იმ აზრით, რა აზრით ისინი ამბობენ, რომ არ არის ლეგიტიმური. არამედ ქართული ოცნების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა არის ანტიხალხური, ლიბერალური, აქედან გამომდინარე ქართული ოცნება არის არალეგიტიმური პარტია და არალეგიტიმური მმართველი ძალა, რომელიც არის კრიზისში გახვეული. ის რაზეც ილაპარაკა ბატონმა მიშამ, ეს არის ქართული ოცნების როგორც მმართველი ძალის კრიზისი. იმიტომ რომ ერთი ფრთა დაეტაკა მეორე ფრთას, ერთმა ფრთამ, ესე იგი, პირდაპირ განადგურება მოინდომა მეორე ფრთის, როგორც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ფრთისა და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება აქედან გამარჯვებული ნამდვილად არ გამოდის. აი ამ კრიზისს დაძლევს ქართული ოცნება, მაგრამ ეს აი ამ დაძლევას ის დასუსტებული გამოვა აი ამ კრიზისიდან. ეს არის საერთო ხასიათის შეფასება. რაც შეეხება გახარია შეცვლას პარლამენტში, ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, როგორც ამას ამტკიცებს ლელოს ლიდერი, აი ეს TBC-ის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, რომ ჩვენ უნდა შევსულიყავითო პარლამენტში და გამოგვეყენებინაო საპარლამენტო ტრიბუნა. ამაში მე ვეთანხმები, იმიტომ რომ არალეგიტიმურობა ქართული ოცნების ის ყალბი არალეგიტიმურობა, რასაც აცხადებს დასავლეთი და ევროპა, აი იმ აზრით, რა აზრითაც ისინი ამბობენ. აი იმ საკითხში ქართული ოცნება ლეგიტიმურია. იურიდიულად კი ბატონო. რაშიც მას არალეგიტიმურობას აბრალებს ევროპა და დასავლეთი. რომ ქართულმა ოცნებამ ომში არ ჩაგვთო, საქართველო არ გადაჭეხა ამ თვალსაზრისით უბსკურში, არ შეუერთდა ანტირუსულ არც ეკონომიკურ სანქციებს და არც მით უმეტეს სამხედრო პოლიტიკურ ბანაკს და ამაში ის ნამდვილად ლეგიტიმურია. მაგრამ არალეგიტიმურია იმ ნაწილში, რა ნაწილიც მე ვახსენე.
ერთ სიტყვით ასეთ მდგომარეობა და როგორ განვითარდება მოვლენები, მე ერთ წუთში ჩავატევ ამას, აი პროგნოზი ასეთია, რომ ოპოზიცია, რომელიც რადიკალური ოპოზიცია, რომელიც 4 ოქტომბერს გამოჩნდა, რომ არის მთლიანად სახე დაკარგული, მან კატასტროფული დამარცხება იგემა, მისი პატრონები ეს დასავლეთი, რომლებიც ხელმძღვანელობს მათ მოქმედებებს, აფინანსებს, ხარჯს უჭერს, მორალურ-პოლიტიკურ ხარდაჭერას უცხადებს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბოლო, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა, ამას ცხადყოფს, რომ მათ გააჩნიათ სრული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, კერძოდ ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი და შეერთებული შტატები, მე მგონია, რომ უკვე დაიწყეს უკვე მათ მოქმედება, ისინი აი ამ შეცდომებიდან, ამ მარცხნიდან დასკვნებს გააკეთებენ, მოხდება რადიკალური ოპოზიციის რესტრუქტურიზაცია, მისი შეცვლა, პერსონალიების შეცვლა და თვითონ პარტიების შეცვლაც. ახალი პერსონალიები და ახალი პარტიები გამოვლენ წინა პლანზე. ის პარტიები, აი ეს ტრადიციული პარტიები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიები გადავლენ ცოტა უკან. ნახევარ ნაბიჯით მაინც უკან, თუ უფრო მეტად არა. და მოხდება მათი, ასე ვთქვათ, იდეური გადახალისებაც. კერძოდ, ის რომ ისინი დაშორებული არიან საერთოდ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, რაც ქართულ ოცნებასაც ჭირს და სოციალური და ეკონომიკური საკითხები მათ რიტორიკაში მაინც ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს, მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება, მოხდება იდეური განახლებაც, მოხდება მომძლავრებაც, ამას დრო სჭირდება, რამოდენიმე თვე და ახალი ნახტომისათვის ნამდვილად ემზადება დასავლეთი, ეს რამოდენიმე თვეში პარალელურად მოხდება მათ მიერ ზეწოლის გაძლიერება, რო არ ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, პარალელურად მოხდება პრობლემების შექმნა, ვიზა ლიბერაციასთან დაკავშირებით, სხვა პრობლემებს და ახალ ნახტომს, ახალ შეტევას ჩვენ უნდა მოვლოდოთ მომავალი წლის. კი ბატონო, ახლა ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნება ასეთი შეტევა, რომ აიძულონ ხელისუფლება, ანუ ქართული ოცნება დანიშნოს რიგარეში საპარლამენტო არჩევნები? ახლა ბატონი თემური საუბრობდა აქ დასავლეთის პოზიციაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მიმართ. და ასევე მოქმედი ხელისუფლების იყო ასევე ნახსენები, რომ აგვარიდა რუსეთთან დაპირისპირებას, არ მიუერთა სანქციებს, რაღაც სანქციებს მიერთებულია, ოღონდ ეს არის უმნიშვნელო, საერთოდ უმტკივნეულო, ასე ვთქვათ, რუსეთისთვის. თუმცა, აი, რაც შეეხება დასავლეთს, ახლა არსებული ხელისუფლება, მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ ის არის პროდასავლური, ელოდება რა თავად დასავლეთში რიგი საკითხების გამოსწორებას, რომ დაიწყოს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში. აი, ასე მაგალითისთვის ახლა მოვიყვან აი აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ჩატარდა თბილისში, საკმაოდ პომპეზური ღონისძიება იყო, უშუალოდ ახლა ეს დასავლეთის თავად მხარე არ იყო წარმოდგენილი, თუმცა იყო ამ ფორუმზე ჩვენი მეზობლები, ასევე მსხვილი ინვესტორები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ნავთობის და ოპეკის წევრი ქვეყნებიდან, სადაც დიდ პერსპექტივებზე იყო საუბარი, მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე საქართველოში და ეს ყველას კარგად მოეხსენება 6 მილიარდზეა საუბარი. ამ კონტექსტში თქვენ როგორ უყურებთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას? ერთია რომ დასავლეთი ემუქრებოდეს რაღაც ბერკეტებით შეუქმნას პრობლემები, დააყენოს საკითხი რიგარეში არჩევნებზე და მეორე ხალხის თვალში, ელექტორატის თვალში, ვინც ხმა მისცა ქართულ ოცნებას. მოდის ამხელა ზღვა ინვესტიციები, როგორც ამ ფორუმიდან ჩანს. აქ იყვნენ ჩამოსულები დღეს, აი სანამ სამსახურში მოვიდოდი, პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი პატრულს და ჩაიარა პაშინიანის ესკორტმა. აცილებდნენ აეროპორტში. მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ის რომ დღეს ჩვენ პრემიერის გვერდში იყო სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერები, მისასალმებელია. მისასალმებელია, რომ ეს ფორუმი ჩატარდა საქართველოში, ის რომ საქართველო უნდა გახდეს აღმოსავლური თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრი. მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ, დავივიწყოთ ჩვენ დასავლეთი. ეხლა მე ზუსტად ვიცი, ჩვენზე მეტად ინფორმირებულია ბატონი ბიძინა.
ну სხვები ალბათ თავრობაში ვინც არიან და ზუსტად ვიცი რომ არავითარ დასავლეთზე მათ უკვე იმედი არ აქვთ. ეს ახლა არის შემორჩენილი სიტყვის მასალა და ის ნარჩენებისთვის ანგარიშის გაწევა. მოდით ახლა ვთქვათ რატომ. დღეს სახაროვის სახელობის პრემია გადასცეს ქალბატონ ამაღლობას. ეს ის სისტემაა და ის სტრუქტურაა, რომელიც პირდაპირ ერეოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში საბჭოთა კავშირის მათ შორის რესპუბლიკების შიდა პრობლემებში, შიდა პროცესებში და ძალიან ნათელი გახდა რა მარტივად ხდება ამა თუ იმ ორგანიზაციის თუ ამ დაწესებულების მიერ, ორგანიზაციის მიერ უბრალოდ ამა თუ იმ პრემიის გაცემა. რაც თავის თავში გულისხმობს სრულ დაინტერესებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს მათთვის მიუღებელ ხელისუფლებასთან. ეხლა მოდით მეორე კუთხიდან შევხედოთ. რატომ არის ეს ხელისუფლება მიუღებელი? იმიტომ რომ არ ჩაერთო ომში, იმიტომ რომ რუსეთთან თანამშრომლობს, იმიტომ რომ თავი გადაირჩინოს, ქვეყანა გადაარჩინოს და შიმშილით არ ამოვწყდეთ. და დღეს ზუსტად ატეხეს ისტერიკა იმაზე, რომ თურმე ყულების ტერმინალში შევიდა რუსული ნავთობი. მაშინ მოდით ესე ვთქვათ რა, არც ერთი გრამი რუსული ფქვილი, არც ერთი გრამი რუსული პროდუქტი, საწვავი არ შემოუშვათ საქართველოს. ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ ამას უგზალავ, მაგრამ აქ არ არის საუბარი, აი მინდა კარგად გავიგოთ რა, დასავლეთი დამთავრებულია. საქართველო უკვე დიდი ხანია განიხილება აღმოსავლეთის ფორმატორში. ეს ახლა ის ნარჩენები ავთარშოკებს რო ეძახიან მიწისძვრის შემდეგ, პატარ-პატარა ავთარშოკებს ეს გაგრძელდება. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ საქართველო არის დასავლეთ. საქართველო გამოვიდა დასავლეთიდან, საქართველო გამოვა დასავლეთიდან და ჩვენ რო ამას დავინახავთ, ძალიან ბევრს ესხება ტრაგედია და მე რატომ ამბობ ამას, რომ ტრაგედია? აი თელ მიტინგებს ახლა რუსთაველზე უყურებთ ჩვენ რამდენი თვეა მიმდინარეობს და ერთადერთი მოთხოვნა არის ევროპის მომავლის მცველები. ახლა მოდით ნახოთ ევროპის მომავალი რა არის. ევროპის მომავალი ჩემი გადასახედიდან პირველად არის ძალიან მძიმე, კატასტროფული ეკონომიკით, მორალური პოლიტიკური მდგომარეობით, სადაც აგერ სარკოზი, რომელიც ამათი სათაყვანებელი იყო და სარკოს ყიროვდნენ, მე მეგონა დღეს მიტინგს მოაწყობდნენ მიშის სააკაშვილის მომხრეები, როგორ გაბედეთ და ჩვენი გამაბედნიერებელი სარკო დაიჭირეთო. თორე სარკოზის შუამავლობით მოწერილი ხელის ესე ვთქვათ, კაპიტულაციის შედეგია, როდესაც ჩვენ თავად ტრასაზე 400 მეტრში არის დადებული ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც იყო თავის დროზე ადმინისტრაციული საზღვარი სამხრეთ ოსეთის. აი ამ სარკოზის მიერ არის ეს გაკეთებული. ამიტომ დასავლეთი აქ დასრულებულია, ოღონდ ამის თქმა ახლა ხელისუფლებისთვის ძალიან ძნელია, იმიტომ რომ იქ ვიზა ის არა ქვია საბანკო სისტემა მიმული რამდენიმე გადასახადების ვიზა გადასახადებს თუ რაღაც მაგაში ვერ ვორკვევის მართლაგითა და არც ამაკ ჩავიხედო, უბრალოდ საბანკო სისტემა არ ჩამოუშალო, ამის შიში აქვს და არ მოხდეს ის რომ მე ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. რაც შეეხება დასავლეთი როგორ ოპოტინება საქართველოს, ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. რატომ არ ხდება ვიზა ლიბერალიზაციის ყისიერი გაუქმება? აი მაგ კითხვა ვთქვათ, არის ქვეყანა, რომელიც ანტიდასავლურ მასზე გადადის და რატო არ მყისიერად გეტყვით რატომ? ესეთი განწყობა რო ყოფილიყო დაუშვათ 10 წლის წინ საქართველოში. მერწმუნეთ ერთი კვირის შემდეგ დასანქცირებული იქნებოდა მთელი საქართველო და მაგრამ ახლა ფიქრობენ, ახლა ჩვენ ამათ გავუქმოთ ვიზა ლიბერალიზაცია. იქ უკვე რუსული გავლენა, ანუ რეალური აზროვნება ის რომ საქართველოს ეს გარეშე ვერაფერს ვერ შეძლებს, ყოველ დღე არის მზარდი. რუსული ინვესტიცია, რუსული კაპიტალი დავარქვათ, რომელიც დღეს ნავთობის სახით შემოვიდა და ესენი გაგიჟდნენ, არის სახეზე. ეხლა რომ ეს გავაკეთოთ, აი ჩვენაირ ხალხს მაგალითად და ჩვენ მომხრეებს, რომელიც ყოველ დღე იზრდება, გვექნება ძალიან კარგი სათქმელი. და ჩვენ ამას დღესაც ვამბობთ, რომ ევროპამ ჩვენ გაგვაგდო. ჩვენ კი არ გამდევნეთ ევროპა. ევროპამ განგვდევნა ჩვენ და ევროპამ მოგცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ესე გვესაუბრა. თორე ევროპას რომ მივიღეთ ევროკავშირში, ნატოს წევრი, ხმის ამომღები რომელიმე ჩვენთაგანი, ან ბატონი თემური, ან ჩვენი პარტიის წევრები, ან თქვენც ვიყავით, რომელიმე წამოგხსებოდა აუგი. არა, ამიტომ საჭირო იყო რა? საჭირო იყო დღეს შეინარჩუნონ საქართველო როგორც ქვეყანა, რომელიც იქნება არც შორს, ანუ დაახლოებით იმას ვამბობ, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსეს ჩემოდანს სახელურის გარეშე. ტარებაც ეზარებაც და გადაგდებაც ეწოდებათ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს დასავლეთი დასრულებულია, საქართველო გადადის აღმოსავლურ ფორმატორში, სადაც გადმოდის თლიანი ახალი მსოფლიო ეკონომიკა. და თუ ეს ჩვენ არ გავითავისეთ, ჩვენ აღმოჩნდებით ისევ ახალი დარტყმის წინაშე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ისევ და ისევ ვერ გაიგებს. ეს უნდა გავაგებიოთ. კი ბატონო, თემ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ერთია რომ დასავლეთს ექნება მცდელობები, კიდევ რაღაც ისეთ ქირურგია აწარმოოს აი ამ კუთხით, როგორც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, ეს მწვავე განცხადებები, თუნდაც ახლა ეს სახაროვის პრემია რედაქტორს გადასცეს ამ ზია ამაღლობელს დაკავებულს, მაგრამ ეს ვიცით, ეს არის მათი წრე, ანუ გლობალისტების და ლიბერალების. თავად სახაროვი ჩვენ გვახსოვთ. ანუ პრინციპში საქართველოს თავის დროზე უწოდა პატარა იმპერია, ანუ ეს მე არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს, რომ ვასხვავებ ადამიანებს რასისა და ფერის და კანის და აღსარებლობის მიხედვით, თუმცა აი ეს შოვინიზმის დოზა მასში იყო მიუხედავად იმისა, რომ იყო უმსხვილესი ფიზიკოსი და წყალბადის ბომბის ავტორი. ხო და სახაროვი იყო მათ წიაღში, აი ამ გლობალისტების წიაღში, მიუხედავად მისი ასაკისა და როგორც ჩანს, მაინც სიმბოლურია, რომ მის პრემიას ანიჭებენ სწორედ აი ბელორუს პოლონელ ჟურნალისტს და საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც ამჟამად არის დაკავებული. ხო და აი ასეთი მდგომარეობა რას მოიტანს ეს? ანუ მხოლოდ აი ამ რეზოლუციებს წლების განმავლობაში, ათეულობით წლების განმავლობაში ჩვენ მიჩვეული ვართ. ხო აი მაგალითად ნაცმოძრაობის გულშემატკივრები ხო დღემდე არიან სოციალურ ქსელშიც მთელ რიგ გვერდებზე წერენ რომ აი ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს სანქცია 250 მილიარდი დოლარი დააკისრა საქართველოსთვის მიყენებული ზარალის გადასახდელად ამავე დროს რუსეთში პირდაპირ ამბობენ რომ ამის არ მოხდება ამის იმპლემენტირება საერთოდ უარს აცხადებენ რაიმე თანხების გადახდაზე ამ ლოგიკით 250 მილიონი კი არა 250 მილიარდი შეიძლება დააწესონ გადასახადი მაგრამ ამით ხო არაფერი არ იცვლება აი ესეთი მდგომარეობის წინაშე ვარ და თქვენ როგორ ფიქრობთ როდის მოუწევს არსებულ ხელისუფლებას პირდაპირ თქვას რომ ჩვენ ვარს ვამბობთ ევროპაზე ან თუ კი იქნება ესეთი ხელების გადაგრიხვა რას მოიმოქმედებს იმიტომ რომ ჩვენ ისიც ვნახეთ რომ ეს ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ლიბერალური და ასე დროის მონაკვეთს ხატოვნად ვიტყოდი წამის 1000-ში უცებ გახდნენ კონსერვატორები. ხო იყო ასე, ხო და მეთანხმებით. კი, ასე იყო. ასე იყო, კონსერვატორები გახდნენ რიტორიკით, გახდნენ პოლიტიკით განათლების სფეროში, იმიტომ რომ თავისთავად დაიცვეს, თავის ხელისუფლება დაიცვეს და კონსერვატიული იდეები ეგრეთ წოდებული მათთვის მე მგონია რომ მაინც მეორე ხარისხოვანია. მათთვის ვინც ხელისუფლებაშია დღეს, თავარია რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მათ ეკონომიკურ ინტერესებს არავინ შეეხოს. აი ესა მათთვის თავარი. ის რომ დასავლეთი არ მოეშვება ამათ და საქართველოს ეს დასტურდება იმ პროცესებით, რაც ვითარდება აგერ მეზობელ სომხეთშიც მაგალითად. ის ვინც ვისაც ილუზია აწუხებს დემოკრატიაზე, მით უმეტეს ლიბერალურ დემოკრატიაზე. აი სომხეთის ლიბერალურმა პრეზიდენტმა განახორციელა ძალიან ისე დემოკრატიული ნაბიჯები ბოლო ერთი კვირის მანძილზე. დააპატიმრა სომხეთის მეორე ქალაქში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული მერი, გიუმრის მერი, ეს ყოფილი ლენინაკანი. კი, ნუ სიდიდით ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, მეორეა თუ. მას საერთოდ რამოდენიმე პიროვნება აი კორუფციის ბრალდებით. ამით მან შეეცადა და ალბათ ნეიტრალიზება მოახდინა გიუმრის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისა, მისი ორგანიზებულობისა და ასე შემდეგ გიუმრიში. ჩვენ ვიცით რომ რუსეთის სამხედრო ბაზა ამ ბაზასთან მიბულია ადგილობრივი მოსახლეობა, იქ მუშაობენ და გარკვეული მატერიალური დაინტერესებაც არის მათი მხრიდან და გიუმრი ასე თუ ისე ოპოზიციაშია ოფიციალურ პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს ერევანი ატარებს. პაშინიანის ხელმძღვანელობით. და მოახდინა ასე ვთქვათ ნეიტრალიზება. მანამდე მან დააპატიმრა მანუკიანი, მულტიმილიონერი
რომელიც რუსულ კაპიტალთან არის იქავური მილიარდერია, ერთ სიტყვით. და ახორციელებს თავისი ხელისუფლების განმტკიცებას და ეს არის დემოკრატია. დემოკრატიის ნამდვილი სახე, როცა მათ არ ჭირდებათ ეს სახე, რომ დემოკრატიულობის სახე, ისინი ამას ადვილად იშორებენ და გადადიან თავიანთ ხელისუფლების დაცვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი, მას ზურგი დასავლეთია, მისი ზურგი დასავლეთიდან აქვს აი ამ პოლიტიკისთვის მას მხარდაჭერა და ასე რომ დასავლეთი არ ეშვება სამხრეთ კავკასიას და არც მოეშვება საქართველოს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, მე ამ deep state-ის და აი ამ ტერმინის მე არ მჯერა. აქ ჩვენ უფრო ღრმა რაღაცა ესე იგი ისეთ ტერმინოლოგიით უნდა ვისაუბროთ, რომელიც ღრმა პროცესებს ადეკვატურად ასახავს. ხო ხედავთ, რომ ტრამპი არ შეხვდა ისევ, აი, უნგრეთში არ შედგა შეხვედრა, ხო? რატო ხდება ისე, რომ ალიასკაში შეხვდნენ, მანამდე იყო, რომ ესე იგი ძალიან ისეთ რიტორიკა ჰქონდა რუსეთის მიმართ, შეხვდა ალიასკაზე. ალიასკის შემდეგ აძლევდა რაკეტებს აძლევდა უკრაინას. მერე გამოჩნდა, რომ არ აძლევს რაკეტებს უკრაინას და უნგრეთში ხდება. ახლა ვხედავთ, რომ უნგრეთში შეხვედრა არ ხდება. რატო ხდება? ეს ზიგზაგებია, იმიტომ რომ ძალიან ისეთ ავტორშოკი, ხო, ესე ქვია. აი, ავტორშოკები. არა, შოკები არის. მიწის ზურის ტოლი, იმიტომ რომ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ძალიან ღრმა პროცესები, რომლის შედეგებსაც ვხედავთ ჩვენ. არ მოეშვება შეერთებული შტატები. მე მგონია, რომ შეერთებული შტატები, რომელიც კოორდინირებას უწევდა მთელ ამ ოპოზიციას, მათ შორის დასავლურ დიპლომატიას და ევროპულ დიპლომატიას საქართველოში მანამდე მთელი ამ 35 წლის მანძილზე. ის ისევ ხელში აიღებს ამ ხელმძღვანელობას და კოორდინაციის პროცესს. თქვენ გახსოვთ, როგორ კოორდინაციას ახორციელებდა და პირდაპირ ორგანიზებას უკეთებდა პროდასავლურ რადიკალურ ოპოზიციას შეერთებული შტატების საელჩო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 20 წლის 2003-ში შევარდნაძის გადაგორების დროს და შემდეგ იბარებდა ოპოზიციურ პარტიებს თავისთან იქ დიღომში უწევდა კონსულტაციებს და ისინი გამოდიოდნენ ჩახუტებულები საელჩოდან. მე მგონია, რომ ამას დაებრუნებს შეერთებული შტატების საელჩო კოორდინაციის აი ამ ფუნქციას, რომელიც ასევე რომ ეს არ ქონდა მას აღებული, ასევე მუშაობდა და ასხამდა ოცნების წისქვილზე წყალს. და ამისთვის უნდა ვემზადოთ ჩვენ. მე მგონია, რომ საქართველოს აი ეს შეხვედრა რაც ახსენეთ, რაც მიმდინარეობს დღეს, ჩვენ ვხედავთ იქ სომხეთია, აზერბაიჯანია, პრემიერი აზერბაიჯანის, ალიევი არ ჩამოვიდა, ალბათ არ იკადრა ამათთან დაждომა, პაშინიანთან და კობახიძესთან, საქართველოს და სომხეთი ახლა როგორ შეედრება გავლენით აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში, მით უმეტეს მიზურს უკან თურქეთია. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთადაც ვერ დაძლევს აზერბაიჯანის დღევანდელ პოტენციალს. მოაგზავნა თავის პრემიერი, მაგრამ იქ დასავლეთის სერიოზული წარმომადგენელი არ არის. ტრანზიტული ფუნქციაზე ამბობენ. აქ ჩინეთის ინტერესები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩინეთის რომელიმე სერიოზული წარმომადგენელი არის აქ? არ არის. აქ საუბარი არის რეგიონალურ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობაზე, რასაც ჩვენ მივესალმებით. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენელი გვერდიგვერდ დგას. მივესალმებით, რომ ეს თბილისში ხდება. მივესალმებით კობახიძის გამოსვლას რეგიონალური როლის გაზდასთან დაკავშირებით საქართველოს ის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჰაბი, სატრანსპორტო ჰაბი და სხვა ფუნქციებიც ერთდროულად, მაგრამ ეს სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აქ შეწყდა ევროპის პოლიტიკიდან გამომდინარე და იქით არ მიდის, რუმინეთის წარმომადგენელი იყო და უნგრეთის აქ ესწრება. არ მიდის და აქ შეწყდა. მარტო აღმოსავლეთის ჰაბი უნდა ვიყოთ? ხო არ უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. იქნებ ვიფიქროთ, რომ ჰაბი თუ ვართ, ვიყოთ სრულყოფილი ჰაბი და ვიფიქროთ სატრანსპორტო კვანძების გახსნაზე არა მხოლოდ დასავლეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებით. მაგრამ ეს უკავშირდება ისეთ
საკითხებს, როგორიცაა აფხაზეთის გავლით მაგისტრალების გახსნა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბატონო მიხეილ, ნახეთ, ბატონმა თემურმა საკმაოდ საინტერესო ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. ეხლა მიუბრუნდეთ ისევ ამ ფორუმს, სადაც არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემაც აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. ბატონი თემური ამბობს, რომ კარგია ეს ყოველივე, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ეს თანამშრომლობენ, მაგრამ საფუძველი არის გასარკვევი ფართე მასებმა რო იცოდნენ. ერთია, რომ ლიბერალმა პაშინიანმა გლობალისტური ეს ამოცანა შეასრულა, თუნდაც ბევრი დათმობით გადაიყვანა საკუთარი ქვეყანა იმ ლიანდაგზე, რასაც ქვია ესეთი დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებისთვის. ანუ ფაქტობრივად ოპერატორი პატარა სომხეთში, რომელსაც არ აქვს ისეთი სიმძლავრეები ეკონომიკური, როგორიც აზერბაიჯანს ან თურქეთს, ხელი გაუხსნა თავის დასავლელ და აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებს, ანუ თურქეთსა და აზერბაიჯანს. ამავე დროს აი კობახიძე რაც თქვა, სწორედ ამას ვამბობ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოგწონსო, ესე პირდაპირ პერიფრას არ ვაკეთებ, მაგრამ კარგია, რომ ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა. მაგრამ აქვე ისმის კითხვა რა გამოდის, რომ კავკასიის სამხრეთ ნაწილში, კავკასიის ქედს გულისხმობ, მთავარი ოპერატორი თავის სიმძლავრით ხდება თურქეთი, ანუ ჩვენ ვექცევით საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი ძლიერი მოთამაშეა და ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს თურქეთთან. თურქეთის ქოლგის ქვეშ ვექცევით? მე ამას რატო ვამბობ? გუშინ იყო ჩამოსული თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში. ანუ ასე პირდაპირ ეს შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ქართული ჯანდაცვა უნდა გადავაბაროთ თურქეთს? თურქეთმა უნდა განახორციელოს აქ მთელი ის პროგრამები, რასაც თქვათ საბჭოთა დროს საკავშირო მინისდრავი ახორციელებდა? მიხვდით ხო რას ვიძახი? ანუ ჩვენ ვექცევით საერთოდ თურქეთის გავლენის ქვეშ მთელი რეგიონი? პაშინიანი რას ამბობს და იქ ადგილობრივი სომხები სომხეთში მას მხარს უჭერენ, სურთ ეს თუ არ სურთ, რომ დღეს თქვათ ან აი ამ დერეფნების გახსნით გაიხსნა, აი მადლობა გადაუხადა პაშინიანმა ალიევს, რომ აი საზღვარი გაიხსნა ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან უკვე პრობლემა სომხეთს აღარ აქვს. გამდიდრდნენ თქვათ სომხები. დროის მოკლე მონაკვეთში, მაგრამ ზეგრა ხდება და მაზეგრა ხდება. ხვალინდელ დღეზე არ არის ლაპარაკი. თქვენ რამდენიმე კითხვა დასვით. საიდან დავიწყო, საიდანაც თქვენ გნებავთ დღეს საქართველო, სომხეთი მოექცევა თუ არა პირდაპირ თურქული გავლენის ქვეშ. აზერბაიჯანზე აღარ მაქვს ლაპარაკი. სომხეთი თავისი კურატორების მითითებით დაწვა თურქეთის აზერბაიჯანის ქვეშ. აზერბაიჯანი თავიანთი კურატორების მითითებით არის თურქულ გავლენაში. თურქეთის ხელით ბრიტანეთი აკეთებს თავის პოლიტიკას კავკასიაში. ანუ ჩვენ რამდენიმე ფენიანი ქვეწოლები გვაქვს. ბრიტანეთი არის მთავარი მტერი რუსეთის. ახლა ხო, თქვენ აი საუბარში აღნიშნეთ, რომ შეიძლება არ შედგეს პუტინის და ტრამპის შეხვედრა. იქ გუშჩემ ახლო მეგობარი იყო მოსული და რაც ვისაუბრებდა, მითხრა რომ ბრიტანეთის დაზვერვა აკეთებს, ცდილობს ოპერაცია ჩაატაროს, რომ იმ შენობაში აღმოჩნდეს დაუშვათ ზელენსკი, სადაც იქნება ეს შეხვედრა და ჩაიშალოს. ანუ ამ შეხვედრის ჩაშლა არის თავარი ამოცანა, რომ ბრიტანეთს ჩაიშალოს ეს გეგმები და მოდით დავიწყოთ საიდან. ტრამპი ჯერ შეხვდა ზელენსკის, მერე ჯერ პუტინს შეხვდა, მერე ზელენსკი შეხვდა, მერე ჩაფრინდა ბრიტანეთში, იქ როგორ მოექცა და როგორ დაიჭირა ესე დიპლომატიური პროტოკოლი ბრიტანეთის მეფესთან. კარგად ვნახეთ, პატარა ბიჭივით დასდებდა უკან ბრიტანეთის მონარქი და იქიდან რომ ჩამოვიდა, პრაქტიკულად ყველა ეს შეხვედრები და ეს გეგმა, რომელიც ჰქონდა, უნდა დაეჯინა პუტინი ზელენსკი და ზელენსკისთვის უნდა გაეკეთებინა ეს ეწინააღმდება, რომელზეც იგი უარს ვერ იტყო და ჩაიშალა. ერთი მარტივი მიზეზის გამო.
ბრიტანეთში მას აი იმ FRS-ის, ეგრეთ წოდებული FRS-ის დაფუძნებლებმა, ძველმა ფულმა, ახალმა ფულმა დაუსვეს ამდენიმე კითხვა, რასაც შენ აკეთებ ბატონო ტრამპო, იქ სად არის ბრიტანეთი? ამ პროექტში ჩილო გზა რო უნდა გავიდეს, ასე ვთქვათ. რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ყინულ ოკეანეში. ის ნავთობსადენები, ისინი რომელიც უნდა გავიდეს აზიაში, წინა ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, აქ ჩვენ სად ვართ? ნუ იქ სავარაუდოდ ტრამპმა ვერაფერი ვერ უპასუხა და იქნაც იყო პასუხი, რომ თქვენ ჯერ ამ საკითხს ვერ გადაწყვეტ და ომი გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა. ანუ ტრამპიც კი სახელმწიფოს ლიდერი უძლურია შეეკამათოს იმ ძალებს, რომელიც უკვე მრავალი ასეული წელი შეიძლება განსაკუთრებით ჩვენ სინამდვილეში რამდენიმე ათეული წელია მართავენ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსაც. ჩემთვის გასაკვირი აბსოლუტურად არ არის ის მომენტი, რომ საქართველოს ჯანდაცვა გადავიდეს თურქეთის ქვეშ, იმიტომ რომ 1996 წელს NASA-მ მოგეხსენებათ NASA ეს არის კოსმოსური სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების მოითხოვა საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მდგომარეობის სრული სურათის გაგზავნა დადასტურებით ვიცი რასაც ვამბობ და ძალიან ბევრს გაუკვირდა NASA რა შუაში იყო. NASA თავში იყო, იმიტომ რომ ჯერ მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს ისე არ იყო შესული და ისე არ იყო გაწევრიანებული, თუ ავტომატურ რეჟიმში და ტექნოლოგიებიც ისეთი არ იყო, რომ დაახლოებით 5-10 წამში ინფორმაცია მისვლოდა აი ამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ანუ ჩვენაერი ქვეყნებით დაინტერესება, როგორც კი მოხდა საქართველოს ასე ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადება, ავტომატურად გადავიდეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და კოლექტიური დასავლეთის გავლენის ქვეშ. ხა რაც შეეხება აი ამ შეხვედრის ფაქტს კიდევ რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, ხო, რომელიც შეიძლება შედგეს, არ შედგეს. ლავროვმა გააკეთა განცხადება, მე მგონი იცით, რომ სანამ წინა პირობები არ იქნება აღმოფხრილი, რის გამოც დაიწყო ეს სპეცოპერაცია, მანამდე რუსეთი იტოვებს უფლებას, არავით არის შეხვედრა, პირველადი მიზეზები. პირველადი მიზეზები, არავით არის შეხვედრა არ მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ანალოგიურად ჩვენ უნდა გავიგოთ საქართველოსთან დაკავშირებით. რა იყო იქ წინა პირობები? ეს იყო ნატოში არ შესვლა, ნეიტრალიტეტი, რუსული ენის, უკრაინის რუსული ენისთვის პატივისცემა, ეკლესიის პატივი, ნუ ჩვენთან აქ მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი პუნქტი კარგად არის დალაგებული, მაგრამ ის რომ ჩვენ ნატოსკენ მივისწრაფით და კიდე ევროკავშირი და ასე შემდეგ და ნატოს წვრთნებში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი თავდაცვის მინისტრი რამშტაინის კონფერენციას ესრება, ეს არის ძალიან არასასიამოვნო. რუსეთის საწინააღმდეგო კონფერენცია. ხო, აბახ უკრაინის მხარდამჭერი რო ხარ, უკვე რუსეთის მოწინააღმდეგე ხარ. და მოდით ერთი რამე კიდე ერთხელ ხმამაღალ განვაცხადოთ. ვერავით არის ეკონომიკური ბალანსი კავკასიაში, ვერავით არის ხაზები, ვერავით არის დერეფნები, მათ შორის ზანგეზურის დერეფანიც კი ვერ იარსებებს თუ იქ არ იქნა რუსეთის ინტერესები განხილული. ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება, პირდაპირ გეტყვით მეგობრებო, ეს ყველაფერი არის თავს ვიტყუებთ. ყველანი კოლექტიურად, აზერბაიჯანიც, სომეხიც იძულებულია ამაზე წავიდეს, მაგრამ ჩვენ ვიტყუებთ თავს. იმიტომ რომ ჩვენს დრო უნდა მოვიგოთ, ისევ 9 საათს წინ დავთქვი იმას უბრუნდები, ჩვენ დრო გვაქვს მოსაგები, თორე ჩვენ თავს ვიტყუებთ ყველა 99% საქართველოში, ვინც პოლიტიკაში იყო, არის და იქნება, ზუსტად იცის რომ დასავლეთი აქედან არის წასული. მაგრამ აი აქ არის საუბარი როგორ გავაცილებთ დასავლეთს, რამდენად დიდ ზარალს მოგვიტანს დასავლეთის გაცილება აქედან და მეორე რამდენად ღირსეულად შევალთ ჩვენ რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში და ის რომ საქართველოს, აზერბაიჯანი, სომხეთი, წინა აზიის ქვეყნები, აღმოსავლეთის ქვეყნები ეს ერთ კონფიგურაციაში მოხდება. ამაში მე ვარ დარწმუნებული, ეს ეკონომისტები რო გეყოლებათ, ისინი უფრო კარგად იტყვიან, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ამას ქვია პოლიტიკური თამაში, როგორც კი დადგება X დღე, როგორც დღეს ამბობენ, რომ ჩვენ deep state გვაიძულებდა, ისევე იტყვიან, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ჩაგვეტარები აქ ეს სამიტი, იმიტომ რომ გვეჩვენებია და რაც შეეხება თურქეთს, მე დიდ შიშს გამოვთქვავ, რომ კიდე არ დაიძაბოს თურქეთს და რუსეთს შორის
ურთიერთობა. ეს რა თქმა უნდა 1-2 წელიწადში არ მოხდება, მაგრამ ამის პერსპექტივა შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ რუსეთი აქედან არ წავა და რაც უფრო ნაკლებს და მეც დაათმობიებენ რუსეთს, რუსეთი მეტად იქნება უფრო ხისტი. თან იყო ამის პრეცედენტი 2016 წელს, მანამდე თუ გახსოვთ, სანამ უწყობდნენ გადატრიალებას ერდოღანს, დავით ოღლუს ჰქონდა საკმაოდ დიდი გავლენები და როგორც საბოლოოდ გაირკვა, მან გასცა ბრძანება, რომ ეს რუსული ბომბდამშენი ჩამოეგდო თურქულ გამანადგურებელს. კი ბატონო, მაშინ ყველას კარგად გვახსოვს, რა ზომები იქნა რუსეთის მიერ მიღებული და როგორ თავად შეეხვეწა, ასე ვიტყოდი, ერდოღანი და ბოდიში მოუხადა პუტინს, რათა ეს ვითარება გამოსწორებულიყო, გვახსოვს იქ ტომატების ბიზნესი შეუჩერეს, თურქეთში დიდი წარმოება, პომიდრის ეგრეთ და ამარაგებდა და ტურისტები არ გაუშვეს ესეთი ბანალური მიზეზებით, ჩვენ გვახსოვს ონიშენკო, რომელიც პატარა, კი განათლებული კაცი იყო, მცოდნე თავის პროფესიის, მაგრამ ის ახლა აღარ არის ამ როსპოტრებნაძორის ხელმძღვანელი, თუმცა ოდნავ რაღაც თუ მოხდებოდა, მომენტალურად საქართველოს მიმართაც ამბობდა, რომ აი ღვინოში რაღაც აღმოჩენილია, ან ხილბოსნეულში პესტიციდებია და იკეტებოდა უმალ საზღვარი ამ ხილბოსნეულის. პუტინის გაფრთხილება ასე უქნეს თურქეთს. რომ არა პუტინის გაფრთხილება ერდოგანზე წინა საღამოს, რა თქმა უნდა, ერდოგანი იქნებოდა ჩამოგდებული. იმიტომ კი არ გაფრთხილდა, ძალიან უყვარდა. ან უყვარს, ეგ ჩვენი საქმე უბრალოდ რეგიონში იცვლებოდა ვითარება. რეგიონში შეიძლება ისეთი მოსულიყო, რომ გაცილებით რთული პრობლემა დამდგარა. კი, ანუ ეს გლობალისტური ძალები ძლავრობდნენ მაშინ. შემდგომში არჩევნებზეც გამოჩნდა ეს სტამბულში საერთოდ წააგო ერდოღანმა არჩევნები ანკარაში კი ლიბერალი მერი იყო რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და ეცილებოდა ასე ვთქვათ პრეზიდენტობას მე რა დავაპატიმრე კი ნუ ეს სხვა საკითხია პაშინიანი ახლა მის მაგალითს იზიარებს პაშინიანი მოდით ასე ვთქვათ ვაბანგზე მიდის დროის საშუალო მონაკვეთში ის თავის სურვილებს, როგორც ჭეშმარიტი ლიბერალი აღასრულებს. ხლა ისიც მოდით ნუ დავუმალავთ, რომ სომხეთში საკმაოდ მოსახლეობის საკმაო ნაწილი დასავლეთისკენ მართლაც იყურება, ვინაიდან თავად სომხეთს, როდესაც მისი სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის წინაშე, როდესაც იდგა, საფრანგეთმა, შვეიცარიამ, თელმა რიგმა ქვეყნებმა, კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ოდენობით მიგრანტი, სომეხი ემიგრანტი შეიფარა და ისინი თაობებია, იქ აქვთ თავიანთი კომპაქტურად დიასპორა, საკმაოდ მძლავრი ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ეს არ არის, ვთქვათ, ახალი რამ, რომ სომხეთში არის პროდასავლური განწყობები. ზოგადად სომხები მენტალურად რიგ საკითხებში ძალიან გვანან ჩვენ ქართველებს. ჩვენს ისინიც როგორც ჩვენ ქართველები საკმაოდ ამბიციური ხალხია, იყურებიან თავიანთი ისტორიული წარსულისკენ და ტლანქი ძალა მათ აღიზიანებთ. ეს შეიძლება ითქვას მათ სასარგებლოდ, ისევე როგორც ჩვენ სასარგებლოდ. ანუ დიდი მოთამაშეები, დიდი პოპულაციებით თურქეთი იქნება, ეს ვთქვათ, გნებავთ რუსეთიც. ტლანქი ვის გულისხმობს? დიდ მოთამაშეებს, ასე ვიტყოდი. და ახლა თემა, რომელიც მართლაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საკმაო ხანს მოუწევს თელს სოფლიოს ამაზე კამათი ლაპარაკი, როგორც შეიძლება დასრულდეს ეს უკრაინაში გაღვივებული დასავლეთისა და რუსეთის ბრძოლა. ახლა ზელენსკის პოზიცია ვიცით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოჩნდეს სასარგებლო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ტრამპის ბოლოდროინდელი სიტყვა პასუხიც უკვე შესწავლილი გვაქვს, ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს. აქ იდგა ასევე საკითხი იმასთან დაკავშირებით, შედგება თუ არა ბუდაპეშტში შეხვედრა უკრაინის საკითხზე პრეზიდენტ პუტინთან. იყო მუქარები პოლონეთიდან, რომ თუ კი გადაიფრენს პუტინის თვითმფრინავი, ჩვენ შეიძლება ну, არ ვიცი, ახლა პირდაპირ შეიძლება არ ჩამოაგდონ, თუმცა გამანადგურებელი მიყვება მას და დასვავს ჰააგის ტრიბუნალს რომ გადავცეთო, ну, სასაცილოა, აი ბატონ მიხეილს ეცინება ამაზე. ხო და აი ეს საკითხი, ну, ტომაჰავკების თემამ ჩაიარა უკვე. ვერ მიიღებს უკრაინა ამ ტომაჰავკებს. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ამ ეტაპზე რას შეიძლება დაყაბულდნენ როგორც პუტინი, ასევე ტრამპი? თამამი განცხადება ქონდა ტრამპს, რომ აი იქ სადაც არის ახლა ფრონტის ხაზი, იქ გავაჩეროთ ყველაფერიო და ზელენსკის მოუწევს ამ ტერიტორიების დათმობა. თამამი განცხადება, ძალიან ტრამპის საერთოდ თამამი პიროვნება არის და
და ძლიერი პიროვნება არის სხვა პრეზიდენტებს შევადარებ და ისეთ თამამ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რომელიც განსხვავებულია წინა პრეზიდენტების განცხადებებისგან. მაგრამ ეს განცხადებები უმეტეს შემთხვევაში შემდეგ რეალობას აწყდება და ხედავთ, რომ საფუძველს მოკლებულია. და საფუძველს მოკლებულია მისი აი ეს განცხადებაც, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ 24 საათში ამთავრებდა ჯერ დროს ომს, ხო, უკრაინაში. სანამ მოვიდოდა ხელისუფლება, შემდეგ 3 დღეში, შემდეგ 3 თვეში. ახლა რამდენი ხანი გავიდა უკვე. მის შემდეგ რაც ამ ომს აჩერებს და ვერ გაუჩერებია. და ვერც გააჩერებს ფრონტის ხაზს, იმიტომ რომ ის წინადადებები, რომელიც მოდის შეერთებული შტატების მხრიდან, ტრამპის მხრიდან, რუსეთის მიმართ, ეს უფრო ულტიმატუმს გავს და ულტიმატუმია. ვიდრე ეს არის დაუშვათ წინადადებები, რომელიც ითვალისწინებს ერთდროულად ორივე მხარის ინტერესებს, უკრაინის და რუსეთის ინტერესებს. მე ვერ ხედავ და ვერც ძალიან ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის საქართველოშიც, შეერთებული შტატების მხრიდან ისეთ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს და მიდის ომის მიზეზებამდე. რასაც ხაზს უსვამს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის, ყოველ ჯერზე, აგრე ლავროვმაც გაუსვა მას ხაზი, ახლაც გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ ომის უნდა შევხედოთ პირველ რიგში იმ ძირეულ მიზეზებს, რამაც ომი გამოიწვია. და იმ ძირეულ მიზეზების მოხსნა თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ომი ვერ შეჩერდება და მშვიდობა ვერ დამყარდება. ეს არის მან სხვათა შორის ხაზი გაუსვა კიევის ხელისუფლების ფაშისტურ ხასიათს, ნაცისტურ ხასიათს და თქვა რომ სანამ კიევში ეს ნაცისტური ხელისუფლება დგას, არსებობს მანამდე ყოველთვის იქნება იმის საშიშროება, რომ რუსული მოსახლეობა იქ დაიჩაგრება, რუსული ენა იქ დაიჩაგრება, იქ უკრაინა იქნება გამოყენებული მილიტარისტული თვალსაზრისით და მისგან ყოველთვის შექმნია სამხედრო მანქანას, უფრო მძლავრს და უფრო სახიფათოს რუსეთის წინააღმდეგ და ეს რა თქმა უნდა მდგომარეობა და შეერთებული შტატები ამას საერთოდ არ ითვალისწინებს. იმ მიზეზებს, რითაც დაიწყო ეს კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, მე ვერ ხედავ პერსპექტივებს, რომ იქ რუსული მხარე გააჩერებს საომარ მოქმედებებს. გააჩერა ერთხელ, მეორეჯერ და მიიღო ძალიან ისეთი უხეშად მოატყუეს, ასე ვთქვათ. ასე რომ პერსპექტივები აქ საკმაოდ ისეთია. მე მგონია, რომ ეს წინააღმდეგობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, კერძოდ პეკინისა და მოსკოვის კავშირს შორის გაგრძელდება. და ამას ექნება ძალიან ღრმა შედეგები, რომელიც გამოიწვევს სოფლიოს შეცვლას, ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ ხედავთ, რომ სოფლიო ხდება ძირეული ცვლილებები. ჩვენ ახალი სოფლიოს დაბადებას ვაკვირდებით და ახალი სოფლიოს დაბადების მოწმენი ხდებით. ჩვენ ეს რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე პროცესია, დაბადების პროცესი, მაგრამ ჩვენ ხდებით იმის მოწმე, რომ ეს სისტემა, ეს კაპიტალისტური სისტემა, რომელიც ღრმა კრიზისშია, ეს სისტემა ვერ უმკლავდება თავის წინააღმდეგობებს. და ამ წინააღმდეგობების დაძლევა მოხდება ამ სისტემის შეცვლით, რაღაც ახალი სისტემით, უფრო ჰუმანური სისტემით, უფრო ისეთი სისტემით, რომელიც გაითვალისწინებს ხალხების ინტერესებს და არა მხოლოდ ვაშინგტონის და ბრიუსელის ინტერესებს და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა საქართველოს პოლიტიკაც ამაზე უნდა იყოს მიბმული. აი ჩვენ უნდა გავაკეთოთ პროგნოზი, ცოტა გრძელვადიანი პროგნოზი, რისკენ მიდის სოფლიო და იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. და რუსეთის ინტერესების იგნორირება ჩვენ კარგს არაფერს არ მოგვიტანს ნამდვილად. და დღევანდელი ხელისუფლება ამის იგნორირებას აკეთებს, სრულ იგნორირებას. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ესე იგი არ შევუერთდით ანტირუსულ კოალიციას. როგორც კი უკრაინაში, უკრაინის ფრონტი, უკრაინის პრობლემას
მოაგვარებს რუსეთი, ის შემოუბრუნდება სამხრეთ კავკასიას და უფრო აქტიურად დაიწყებს თავისი ინტერესების, თავისი ობიექტური ინტერესების რეალიზებას სამხრეთ კავკასიაში და რუსეთის ინტერესების საერთო ჯამში საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. სომხეთის ინტერესებსაც და აზერბაიჯანის ინტერესებს. კი ბატონო, და ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა აი ბატონი თემური რასაც ბრძანებს, თუ დასრულდება ეს უკრაინის კრიზისი და კავკასიისკენ შემოbrunდება ისევ რუსეთი იქნება ინიციატორი იმ პრეტენზიების საქართველოს ხელისუფლებისადმი, თქვათ პირდაპირ და შემოთვალოს, რომ თქვენ დასავლეთისკენ მიდიხართ. ახლა ეგ სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები აქ ერთ კონგლომერატს ქმნით, ჩემს წინააღმდეგ, ასე ვეღარ გაგრძელდება. შეიძლება ასე წამოვიდეს რუსეთის მხრიდან პრეტენზიები. თუ პირიქით იტყვის, იცით რა, კი ბატონო, თქვენ ხართ იმ ანგლოსაქსების შესაძლოა, ნუ მათი მტრები არიან, არც მალავენ რუსები, მაგრამ თურქეთი თუ ასრულებს ანგლოსაქსების, თქვა, დავალებას, რათა კავკასია გამოაცალოს რუსეთს, ამ გამყოფ ზოლში, აი რაღაც დროის მონაკვეთი იარსებეთ და ამყარეთ ერთმანეთთან კავშირები, კი ბატონო, აითქვიფეთ, მაგრამ ჩვენ ადრე თუ გვიან ამაზე მოგთხოვთ პასუხს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ვადებში შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს? კითხვის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე არ ვიცი, იცდის, საჭირო მომენტს ელოდება თუ უკეთეს პირობებს მოელის რუსეთის მიმართ რაიმე ნაბიჯს არ დგამს. თქვენი ასე ვთქვათ პროგნოზი შეიძლება გამართლებული ყოფილიყო 2007 წლის მიუნხენის გამოსვლამდე ვლადიმერ პუტინის. მიუნხენის სიტყვის შემდეგ გასაგები გახდა ყველაფერი, რომ რუსეთს აქვს თავისი ის პრეტენზიები, რომელსაც 7 წლის განმავლობაში რუსეთის დღევანდელი ლიდერი უთმენდა დასავლეთს. მე ესე ვიტყოდი, რომ აი ეს წინაპირობა, რამაც განაპირობა უკრაინაში ომი, ეს არ არის წინაპირობა. ამას კიდევ უფრო დიდი წინაპირობა ჰქონდა წინ, ეს იყო ევროპის და ბატონმა თემურმა ბრძანა კაპიტალიზმის კრიზისი. ანუ საბჭოთა კავშირის არ დაშლის შემთხვევაში მოხდებოდა ან ევროპის სრული ეკონომიკური კრახი, ან ამერიკის შეერთებული შტატების სრული ეკონომიკური კრახი. ეს სხვა დროს განვიხილოთ. ნუ მოხდა ის უბედურება, რასაც მე პირადად ვთვლი და ვეთანხმები ვლადიმერ პუტინს, რომ ეს იყო კატასტროფა, რომელმაც შეიწირა, ახლა კარგად რომ დავთვალოთ, ჩემო მეგობრებო, დიდ საომულო ომში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა თუ იმ პერესტროიკის შემდეგ, რაც დადგა. მე არ ვამბობ, ტყვიით მოკლული ადამიანის ღირსება გაცილებით მაღალია, ვიდრე უმუშევრობით, უწამლობით, უიმედობით, ინფარქტებით, ანუ მთელი ეს კოჰორტა, რაც წამოვიდა 90-იანებში, აი ეს რომ ჩვენ დავთვალოთ კარგად, ჩვენ მივიღებთ შეიძლება უფრო დიდი ციფრი მივიღოთ. გაცილებით დიდი ციფრი მივიღოთ, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულების რიცხვმა. იქ გმირებად იღუპებოდნენ. აქ 90-იანი წლების შემდეგ ხალხი იღუპებოდა გალუთებული, განსაკუთრებით რუსეთში და უკრაინაში. იცით რაზე ვსაუბრობ, და ჩვენი თვალით გვინახავს. რამდენი ჩემი ახლობელი 60 წელს მიღწეული კაცი უფუნქციონალურად დარჩა ინფარქტებით და ინსულტებით დაავადდა და ანუ ეს სხვა თემა არის. წინაპირობა მარტო უკრაინა კი არ იყო. წინაპირობა იყო ევროპა. ევროპამ დააყენა თავის თავი წინ და მან მოითხოვა, რომ მე უკვე შენი იაფი გაზი და დენიკი აღარ მყოფნის. მე მინდა უფასოთ ეს ყველაფერი. მე მინდა შენი დაპყრობა და 2007-ში ამ განცხადების შემდეგ მივხვდნენ, რომ ის გეგმა, რომელიც ელცინის შემდეგ ჰქონდათ, ელცინის პერიოდში, მათ ჩათვალეს, რომ რუსეთი იყო უკვე რუსულად არის, что Россию добили. ანუ ბოლომდე არის ჩაწიხლული და ის ვერასოდეს ვერ დადგებოდა ფეხზე. 2007 წელს ისინი მივხვდნენ, რომ ეს გეგმა ჩავარდნილია და ბევრჯერ გვითხოვს, სახეზე ჰქონდა 2008 წელი. ჩვენ ვერ გამოგვიყენეს, მადლობა ღმერთს, პატარები ვართ. და არც ისეთი ბრძოლის უნარიანები, როგორც ორი რუსი ერთი მენტალობის ადამიანი ებრძვის ერთმანეთს. პირველი დღიდან ჩვენ მე მგონი ვთქვით, რომ აქ იქნება ცხარე ომი, იმიტომ რომ ერთი მენტალობის ერთ თარგზე მოჭრილი სამხედროები დაუპირისპირებენ ერთმანეთს. მე ჩვენ სამხედრო საქართველოს ჯარს შეუწყოს კი არ ვაყენებ, უბრალოდ ჩვენ ძალიან პატარა ჯარი გვყავს ახლა, რომელიც ვერ გაუმკლავდება პრაქტიკულად ვერავის. არ მინდა ახლა მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, გამემბრაზდებიან კიდე რამე რო წამოვს ეს გაცხარებულს, ხო?
ევროპის ეს გადაწყვეტილება იყო რუსეთი დაშლილიყო. პირველი იყო ჩვენი ვარიანტი, ნუ მანამდე იყო ჩეჩნეთის პირველი კამპანია, მეორე კამპანია, მერე იყო საქართველო, მერე იყო ყირიმი, მაშინაც ვერ მიხვდა დასავლეთი. რა ნაბიჯი უნდა გადაედგა და რა დათმობაზე უნდა წასულიყო და მესამე უკვე იყო ის მომენტი, როდესაც რუსეთმა რამდენიმე დღით დაასწრო, ვიდრე დაიბომბებოდა დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსეთი არასოდეს არ შეურიგდება მით უმეტეს კავკასიაში, მით უმეტეს იმ არნახული კოლოსალური დანაკარგისა, რომელიც განიცადა რუსეთის არმიამ, ეს შედეგი, რასაც დღეს დასავლეთიც თავაზობს, რომ ამაზე დაყაბულდი ვერ დაყაბულდება, იმიტომ კი არა, ვერ დაყაბულდება. და შემდგომი კი ბატონო, კავკასია. და მე კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლებასთან ეს ჩვენ ვერ ვგითხავთ ხელისუფლებისთვის. მე მინდა იმ ხალხს მიმართო დღეს რუსთავაზე რომ დარბიან კიდე. რამხელა საშიშროების ქვეშ აყენებენ საქართველოს. მე მადლობა მინდა უთხრა იმ 150,000 კაცამდე, ვინც მოაწერა ხელი რუსეთთან ხელშეკრულებას პირდაპირ დიალოგის დაწყებას, იქ რა მოხდა რაღაცებში განვიხილოთ, რაღაც შეფერხებები არის. მაგრამ ეს ხალხი რო არეგულებოდეს რუსეთს. ის განწყობა რუსეთმა ძალიან კაცის ის განწყობა, რაც არის დღეს საქართველოში. რომ არ არის ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური განწყობა პირიქით. ყოველ თვე პროცენტულად შესაბამისობა იცვლება და მერწმუნეთ 6 თვეში, 7 თვეში, 1 წელიწადში საქართველოში უფრო მეტი იქნება მომხრე რუსეთთან არ მარტო პირდაპირ დიალოგის, არამედ სრული თანამშრომლობის, მთელი ფრთა გაშლილი. ამიტომ ამ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ საღათმოაზროვნე ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ეს არის ის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის, რომ ჯერ კიდე ასე ლოიალურად ვიტყოდი გვექცევა და დიდი მადლობა, რომ აი ყულევის ტერმინალში შემოვიდა ის საწვავი. დიდი მადლობა ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც რუსეთთან დაამყარებს ურთიერთობას და ამავდროულად მინდა ყველას მოუწოდა რუსეთში რომ შოულოთ ბიზიკოებო ფულს არ გთხოვთ. ცოტა მხარდაჭერა გამოთქვით ტელევიზიით იქნება, რადიოთი თუ პრესით თუ გნებოთ აქ მობრძანდით და აქ ისაუბრეთ. თორე იქ მილიონებს აკეთებთ და მარტო 10 და 15 და 20 ადამიანის კისერზე არ უნდა გადადიოდეს რუსეთთან ურთიერთობის თემა. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად, ვიყოთ მოზომილები, წინამდელ შემთხვევაში დადგება დრო, როდესაც რუსეთი აღარ დაგველაპარაკება გადავა ქმედებებს და ქმედებები ვიცით რა არის. კი ბატონო, მადლობა. ჯარში ვიყავი, ესეთი რამე მითხეს. რუსულად ქართულად არ ერთ წუთს გვაპატიებს. არ იცი გასწავლი, არ გინდა გაიძულებ. Не знаешь научим, не хочешь заставим. არ შეიცვლა რუსეთის საუკუნეების მანძილზე. ამიტომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. ბატონო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით ზეგ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობა.